ჯგუფი გორდელა გახლავთ ჩვენთან სტუმრად შოუში. როგორ ახარ, ჩემო ძირფასო გოგოებო? აგვიძვალდა თქვენი სტუმრობა ჩვენთან. თან მით უმეტეს ადრე პატარები იყავით და ისე მოგზადებოდეთ გულისხმობ იმას, რომ 18 წელი არ ქონდა ჯერ კიდევ შესრულებული გორდელას და უკვე სრულწლოვნები გახდით და თქვენ როგორც ორიგინალური და კრეატიულად მოაზროვნე ხალხი აღნიშნავთ ამას როგორც საიუბილეო თარიღს და სწორედ ამით მიულოცოთ, ესე იგი სრულწლოვან ასაკში შეაბიჯეს 18 წლის არის გორდელა და სულ ბედნიერ გზაზე გეულოთ. მადლობა. მოგესალმებით და გილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობა. პირველად კეთილი იყოს თქვენი ფეხი. სრულწლოვანები გავხდით, მაგრამ ჯერ კიდევ თინეიჯერები ვართ. ასე გძნობ თავს, გადასარევი. ის შემოგვეპარა ეს ასაკიც, რომ ჩვენთანაც ვერ ვიგრძელით, მოდი ესე ვთქვათ და ინტენსიური რეპეტიციები იყო, იმიტომ რომ ქონდა სოლო კონცერტი. ძალიან სიამოვნა ჩვენმა მსმენელმა. თქვენი ეთერის საშუალებითაც გაჟღერდება ერთ-ერთი ახალი კომპოზიცია, რომელიც ამ 18 წლის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა რეპერტუარი და აი ხაც ამ კონცერტის გამოც რა თქმა უნდა შევეცადეთ, რომ ძველი საყვარელი სიმღერებიც ყოფილიყო და ასევე ახალი სიმღერებიც. სულ მინდა ხოლმე აღვნიშნო ყველა სტუმრობის დროს, რომ ხუთ გოგოს ხედავთ თქვენ აქ, მაგრამ ჩვენ ვართ 6-ნი, ანუ გორდელარი, 6 წევრისგან შემდგარი ანსამბლი. ლევან ბეიტრიშვილს მოვეფერებით და მოვესიყვარულებით. მოვიკითხოთ ლევანი აქედან. იმიტომ რომ სამი მიმართულებით ხაზეც მუშაობს ჯგუფი, ეს არის ლევანის საავტორო სიმღერები, ლევანის არანჟირებით გაკეთებული კომპოზიციები და ლევანის გაქავერებული, ანუ ჩვენს ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე უკვე უცხოური სიმღერები და ამიტომ ამ ადამიანს რაღაცა განსაკუთრებულად მოვიკითხავთ კიდე აი ამ 18 წლის იუბილეის თავზე. მე მინდა აქედან მოვიკითხო ბატონი თამაზ მამალაძე, იმიტომ რომ ეს 18 წელი ჩვენ რომ ამდენს მივაღწიეთ, ჩვენ რომ ამდენ ინსტრუმენტზე ვუკრავთ, ესე ვმღერით, ეს ყველაფერი არის თამაზ მამალაძის დამსახურება. განსაკუთრებით მოვიფერები ბატონ თამაზ, გაიხარეთ ჩემო ძვირფასო მეგობარო და მრავალი წარმატება მინდა გისურვო მომავალში. რეპეტიციო პროცესი ახსენე და ვიცი რომ ამ ხრივ რაღაც საინტერესო ამბები ქონდა და მოდი ამაზე გადავიდეთ თქვენს რეპეტიციის პერიოდზე. ერთ საუბრიშთა რომ სარეპეტიციო პროცესი არის როგორი რომ ყოველ დილით მე ვიცი თქვენი რეპეტიციები არ ვიცი სად რეპეტიციობთ თქო, იმიტომ რომ სარეპეტიციო არ გვაქვს. ხან ხო მოგზაურობთ, ხან ვართ დიდ დიღომში, ხან სოფელ დიღომში, ხან მუხიანში, ხან წყნეთში, ეხლა ამ ეტაპზე ვართ თეასთან სამსახურში, ოღონდ 6 საათის მერე და ძალიან ხანგრძლივი რეპეტიციებია, როგორც აღნიშნეთ და რაღაცა კურიოზიც გადაგხვდა ეხლა ამ ბოლოს. აი ბოლო რეპეტიციაზე რა მოხდა ესეთი რამე რომ ნუ გადავაბით 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, მე მგონი 4 საათი უკვე კარგად ვირეპეტიციე და ბოლო ნომერი გვაქვს დარჩენილი. ცოტა გაწყვეტინებ, ოღონდ მეუღლეები გვირეკავს და მახსოვს სასაზარი შემოვიდა და რა შვებითო ეხლა რასაკეთებთო და ნუ რას ვაკეთებთო რეპეტიციობთო და სასამე გვეუბნება ხა ხმამაღალზეა რომ გამოუშვითო ჩემი ცოლიო კაცო მენატრებაო რა და მე ვთქვი რომ ჩვენ ვუშვებთ თქო, მაგრამ თვითონ არ გვიშვებს თქო რა, იმიტომ რომ სოფო ჩვენ თუ რეპეტიციობთ 5 საათი, სოფო 10 საათი პლუს და აი ბოლო სიმღერაზე ვართ პოპურზე და გააგრძელებს. ბოლო სიმღერაზე ვართ, ეს პოპური თამთავრდება კლიმატური. დავითანხმეთ რომ ეს ერთი და დამთავრდა. და ეს კლიმატური რაღაც არ გამოდის გადასვლა და ამ გადასვლებზე რამოდენიმე ერთი 10 ჯერ 15 ჯერ ვიმეცადინეთ და ბოლო ერთხელაც გქონდკი და ვიმღერეთ და უცებ ოე კრიმაჭული მურჩი ახლა ზედასართულიდან დროზე გაგაჩერე ისევ მეზობლები თუ მიხვდებოდნენ რომ დავესვენეთ თორე სოფო კიდე გაგვიგზავნებდა რეპეტიციას არა იმ წუთას რაღაცნაირად აი ისე ვიგრძენი თავი მაგრამ მე ისეთ სიცილი აგვიტყრა გავსკდით სიცილით მართალი იყო ის კაცი პრემიერა შედგება დღეს სატელევიზიო სივრცეში ჩვენთან ეს არის აჭარულის თქვენეული ვერსია, ასე რომ გადმოინაცვლით აქ და ავაჟღეროთ ჩვენ შოუში. აუცილებლად. Vera da vera movi shore bhitari chara mara
დიდი მადლობა ჯგუფ გორდელას, წარმატებები უსურვოთ მას.